მოგესალმებით, დღეს 19 მარტია უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება მას შემდეგ, რაც კათოლიკოს პატრიარქის ცხედარი საპატრიარქოდან სამებაში გადაასვენეს, ხალხი ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიდის უწმინდესის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით პატრიარქის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსურველებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მისვლა. დიდი დანაკლისი ცოტა სიტყვები ძლურია აქ. ერთადერთი მართლა მუხლი უნდა მოუყაროთ და მადლობა ვთქვათ ჩვენ პატრიარქს ერთგულებისთვის, მიტევებისთვის და იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც მან თავისი ერისთვის და თავის ქვეყნისთვის გაიღო. ბოლო აწლეულების შესანიშნავი ადამიანი, უდიდესი მოღვაწე დაკარგა საქართველოს. ყველასო სამძიმრე. დიდი დანაკარგია, ძალიან დიდი. რა ვიცი, მეტი რა ვთქვათ. მთელს სამყაროს უყვარდა მე მგონი ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო მოვლენა ალბათ ბოლო წლებში და ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტად დარჩება. ეს არის ქართველების ერთობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც დღეს ხდება 24 საათიან რეჟიმში პატივგება, უწყვეტი პატივგება პატრიარქის მიმართ და პიროვნება, რომელიც ეპოქაში აფასებს, ეპოქალური პიროვნება. უკვე ცნობილია, რომ ილია მეორეს დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ინფორმაცია კურიერს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს კვირას 22 მარტს მისი სურვილის თანახმად სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. სინოდმა გუშინდელ სხდომაზე პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ ამტკიცა. დღეს ბოლოს საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წმინდა სინოდის სხდომის ოქმიც გამოაქვეყნა. ათასობით და 10,000-ობით ადამიანი ემშვიდობება სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მოგეხსენებათ. კვირას სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალება მისივე ანდერძის თანახმად. ამ დღეების განმავლობაში ტაძარი ღია იქნება დღისითაც და ღამითაც და მომლოცველებს, სურვილებს, ვისაც უნდა რომ სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გამოემშვიდობოს, შეიძლებათ რომ მობრძანდონ. საქართველოში უკვე შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ჩართული არიან იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც საპატრიარქოში შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ პირველი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში კვირის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებული. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით. გადაწყვეტილება სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით. ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობა. და ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ანათქვამი. დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქეთს. მისი უწმინდესობა ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენიერი სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო, დაწერა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს სამძიმრის წერილებს იღებს თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. რეჯიპ თაიპ ერდოღანი მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. პატივცემულო პრემიერო დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ, წერს ერდოღანი. ტირანის დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს. ჩვენს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდს, ღვთისმოსავ სამღვდელოებასა და საქართველოს ეკლესიის მორწმუნე მრევლს და ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს მართალთა სავანეში. იყოს მისი ხსენება სამარადისოდ, წერს მთავარეპისკოპოსი. სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში სერბეთის საპატრიარქოს სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მეორის გარდაცვალების გამო პანაშვიდი აღასრულა. ლოცვის შემდეგ მისმა უწმინდესობამ სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდსა და ქართველ ხალხს. პატრიარქის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიო მუჯირს წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს ოფიციალური სამძიმრის წერილით მიმართა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურელი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა უწმინდესმა იგნატიუს აფრემ მეორემ ვევედრებით უფალს, რათა განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სული და მართალთა შორის დაამკვიდროს. ინებოს უფალმა და ნუგეში მისცეს საქართველოს ეკლესიას, წერია წერილში. ეპოქალური ფიგურა, ასე მოიხსენებენ წამყვანი საერთაშორისო გამოცემების სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მსოფლიო მედია საუბრობს იმ დამსახურებებზე, რომელიც ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებაში მეუძღვეს. ასევე ხაზგასმულია მისი გადამწყვეტი როლი ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და შენარჩუნებაში პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის რთულ პერიოდში, როდესაც უწმინდესი ერის მორალურ ორიენტირად და სტაბილურობის მთავარ გარანტად იქცა. პუბლიკაციებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის საერთაშორისო გავლენასა და იმ პირობო ავტორიტეტს, რომელიც მას მთელს ქრისტიანულ სამყაროში გააჩნდა. წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალი ვატიკან ნიუსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. გამოქვეყნებული სტატია ძირითადად ეძღვნება ილია მეორეს ურთიერთობებს რომის პაპებთან. გამოცემა იხსენებს საქართველოს პატრიარქის ისტორიულ შეხვედრებს იოანე პავლე მეორესთან 1980 წელს ვატიკანში, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი პირველად ეწვია ვატიკანს რომის ეპისკოპოსთან მშვიდობის ამბორის გასაცვლელად. ასევე იხსენებს პაპ ფრანცისკასთან შეხვედრის დეტალებს, როდესაც რომის პაპს უწმინდესმა საქართველოში უმასპინძლა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და რომის ეკლესიას დღეს ეძლევა შესაძლებლობა ქრისტეს დიდებისთვის კვლავაც განამტკიცონ ის სამოციქულო ძმობა, რომელიც მათ აერთიანებს, წერია სტატიაში. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიეძღვნა გუშინდელი ღამის ეთერი რუსთავიორზე. ილია მეორეზე პირდაპირ ეთერში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა და ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. სტუმრებმა გაიხსენეს მისი ღვაწლი ქვეყნის საერო თუ სასულიერო ცხოვრების განვითარების პროცესში. არაერთხელ აღნიშნეს ისიც, რომ ილია მეორე ეპოქალური ადამიანი იყო. პირველივე დღე მისი აღსაყდრებისა ეს იყო განცდა იმისა, რომ დაიწყო ახალი ეპოქა. მან თავისი დანიშნულება აღასრულა. ის ღმერთმა მოავლინა, რომ ქართველი ერი დაბრუნებოდა წინაპართა გზას და კვლავ ქრისტეს ცნებების ერთგული ერი ყოფილიყო. ის, რაც მან გააკეთა, ადამიანურ ძალებს აღემატება. ამის შესახებ სახარებაში წერია, შეუძლებელი კაცთაგან ღვთისამიერ ყოველივე შესაძლებელი არის. ანუ მასში მოქმედებდა ძალა ღვთისა, რომელიც ძალიან უხვად გარდამოვდიოდა ჩვენზე. ასეთი ადამიანების ადგილი არის სასუფეველში და ასეთი ადამიანები აგრძელებენ ზრუნვას თავის ერზე. და მე მინდა ვანუგეშო ჩვენი საზოგადოება, რომ პატრიარქის მადლი გაცილებით უფრო დიდი ძალით დაუბრუნდება საქართველოს. უწმინდესო და უნიტარესო, მადლობა თითოეული დღისთვის გატარებული ფიქრში, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა მამული სარწმუნოება. მადლობა ჩვენი ტრადიციების
ოჯახური ასე ვთქვათ, ღირებულებების და ღირსების დაცვისთვის. პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთლიანად როგორც ჩვენი ქვეყნაში, ისე მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის. მასთან აბსოლუტურად მშვიდდებოდი. აი არასოდეს მე არ მახსოვს, ოდეს მე მგონი არავის არ ახსოვს, ან ხმა ეციოს, ან გაბრაზებული ყო, მაგრამ იყო უნორმოთ, აი უზარმაზარი პრინციპულობით სავსე ადამიანი. ის არასოდეს არ გააკეთებდა იმას, რასაც თქვათ ვინმე ან უკარნახებდა ან ის და ნუ რა თქმა უნდა იყო ღვთისგან მოვლენილი ჩვენი ერისთვის ეს ნამდვილად ასეა. როდესაც ტიქარი ჩავიცვი, დაახლოებით ვიყავი ალბათ ესე 17-18 წლის. აი პატრიარქი არ მახსოვს რომ მოემართა შენობით სტიქაროსანისათვის ახალგაზრდა სრულიად ახალგაზრდა ბიჭისათვის. ყოველთვის დიდი პატივისცემით და ესეთი სიყვარულით მიმართავდა ყველას. აი ესე იკაფავდა ეს ადამიანი გზას ადამიანების გულებისაკენ. სხვა იარაღი მას არაფერი არ გააჩნდა, გარდა იმისა, რომ ის თავის გულში სწორედ ამ ქრისტიანულ სიყვარულს ატარებდა. საოცარი ინიციატივები ჰქონდა. სტუდენტებისთვის გააკეთა ისევ ეს 87 წელი ალბათ დაგვიბარა და გითხრა, რომ სახარება უნდა თარგმნოთ ეხლა თქვენ ახალ ქართულადო და თითო მუხლი თარგმნეთო და განა არ იცოდა რომ ესე სახარება ვერ ითარგმნებოდა, მაგრამ მიზანი იყო რომ სახარების კითხვა დაგვეწყო და აი ესე რაღაცნაირად ნაბიჯ ხდებოდა გამოჭედვა იმ მდგომარეობის, რასაც დღეს ქრისტიანი ქართველიერი და ქართული სახელმწიფო ქვია. საქართველოს ისტორია და მისი უწმინდესობის ბიოგრაფია არის განუყოფელი, მოდის ერთად და ის რაც მან შექმნა ეს გაგრძელდება ძალიან დიდხანს. ეს არის ეპოქა, რომელიც არ დამთავრებულა და არ დამთავრდება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამით გემშვიდობებით კურიერი 12-ზე უკვე თამარ ურუშაძესთან ერთად დაბრუნდება.